Salmები ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო, დღეს მე თქვენ თავაზობთ პლანეტარული მსახურების მორიგ ვიდეოს. საერთოდ მე პლანეტარულ მსახურებას ნაკლებად თარგმნი, იმიტომ რომ იქ თვითონ სპეციალური გოგოები თავის სპეციალურ მუსიკას ხო და ატარებენ მედიტაციას. ამიტომ მედიტაციის გადათარგმნა, კი, შეიძლება გადათარგმნო ტექსტი ადამიანმა, მაგრამ რომ შეიგრძნო, იმ ვითარებაში უნდა მოусმინო, რა ვითარებაშიც ხდება ეს მედიტაცია. პლანეტარული მსახურება. ხო და ახლა და ზოგ შემთხვევაში მე ვთარგმნი, იმიტომ რომ ხანდახან ახალ ინფორმაციასაც წარადგენენ წვრილი დონიდან და მოხდა რაღაც რატომ მე გადავწყვიტე ეს ვიდეო გადამითარგმნა. 4 ივლისი ეს ვიდეო არის ჩაწერილი 4 ივლისს, ანუ შაბათს, ატვირთული, ხო, ჩაწერილის და ატვირთულის. საქმე იმაშია, რომ 4 ივლისი ხომ იყო შაბათი, ხო, პარასკევი იყო 3. და რაღაც ისეთი მოხდა, ისე უნდა გვიხაროდეს, ახლა მე გეტყვი თქვენ რაც მოხდა. რომ ეს ბერმა შეამჩნია და ეხება ჩვენ პოზიტიურ ხაზს. მას დავიწყოთ. ხო და საერთოდ ეს გოგოები აყენებენ დაცვას. მე თქვენ რომელიღაც ვიდეოს ქვეშ დაგიწერეთ ტექსტი, მაგრამ მეც დავდებ ახლა დავაყენებ დაცვას. თუ თქვენთან რეზონირებაში შემოვიდა ეს ჩემი ნათქვამი, შეგიძლიათ დაადასტუროთ. მე ვეთანხმები. თუ არა და ნუ დაეთანხმებით. ეგეც საკმარისია. მე ვუგზავნავ ბნელ და ასწავლულ დაბალ არცებებს მოახდინონ რამე ზეგავლენა, ან შემოვიდნენ ჩვენ წვრილ სხეულებში, ჩვენ საერთო ველში, საერთოს იმიტომ ვამბობ, რომ ახლა მე მისვენდეთ იქნება თქვენ ყველა, ვინც მისვენთ ასე იყო, ასე იქნება, ასე არის. მე ვადასტურებ. მაშ დავითხოვთ. ხო, გოგოები მიესალმებიან ყველა მსვენელებს. აქ მონაწილეობს თვით ალიონა ბერეგინია, პანდორა, რევიზიონი, ლეტალია, ბლოგერი архиса.ка глубинного погружения, Ольга Танида. ხო, ამათ აქვთ ჩატი. მე ამათ ჩატში მე ნაკლებად შევდივარ საერთოდ და რადგან ეს რუსეთის ტერიტორია და მაინდა-მაინც ჩატებში მე არ მონაწილეობ, მაგრამ უსვენ ამათ ძალიან ხშირად. თითქმის უფრო ხშირად. და ბევრმა შენიშნაო, აი ჩატებში ხომ მიმოწერა ხდება, ბევრმა შენიშნაო, რომ ხვალინდელი დღე, ანუ შაბათი, რომ გათენდა შაბათი, ახიქვეს როგორც კვირა დღე. უმრავლესობას ეგონა, რომ დადგა კვირა დღე და არა შაბათი. და ასე დღეში ბევრი აღმოჩნდა. ეგონათ, რომ დადგა კვირა დღე. და ეს ყველაფერი დაიწყო წინა დღეს, ანუ დაიწყო პარასკევს. ჩვენი ბიოლოგიური საათები, ესე იგი, წაიწია 24 საათი წინ, ანუ დღე ღამე, ეხა 24 საათი არა დროში ნაკლებია, მაგრამ მე მაინც მასე ვიტყვი, რომ არ დაიბნეთ და მეც არ დავიბნე, რომ ჩვენი ბიოლოგიური საათები წაიწია წინ 24 საათით. ანუ ორგანიზმმა მიიღო ეს ჩვენ ბიოლოგიური საათი, ორგანიზმმა მიიღო როგორც ერთი კვირადღე. ანუ ერთი დღით ნახტომი გააკეთა. და ოლგა ტანიდა ამბობს, რომ მეო დავინტერესდიო თუ მასე რატო ხდებოდაო. და დედამიწაზე მიდისო ძალიან ძლიერი წმენდა. და ამ ეტაპზე მოხდაო უკაცრავად
მაგიდა ქანაოს და ხშირად მიწევს უფროსკელი ქაღალდი გაუკეთე ამ ფეხს. მეოთხე ფეხს, მაგიდის მეოთხე ფეხს, აქ ჩემს კი რომ მაგრამ მაინც ქანაოს და ხშირად მიწევს გასწორება. და მოხდაო? ოუ, რა გჭირს. მაპატიეთ. და მოხდაო? ხოდა გოგოები ხომ ატარებენ სამუშაოებს წმინდავენ დედამიწას მე მოგიღები წინა ვიდეოში რომ ბევრ საქმეს აკეთებენ კარგ საქმეს მისთვის რომ ნეგატიური გავლენა დედამიწაზე გაუქმონ დედამიწაზე კაცობრიობაზე აგრეთვე ესენი ცვლიან ამ თავისი მუშაობით ძველ მატრიცას ახალ მატრიცაზე ანუ თუ სადმე ბლოკებია, თუ სადმე რაღაც შეფერხებებია წრულ დონეზე, შეიძლება რამე ხელსაწყოები იყოს, რამე მახეები იყოს, ან კიდევ რაღაც არის კიდე ხელსაწყოები ადრეონების საკონტროლოს, რომელიც ყვადრ დაყენებული, არასებობს ფიზიკური, აი მატერიალურ დონეზე მარტო მხოლოდ ჩვენ თუ შევიგრძენით ხელი მოვკიდეთ აი ფიზიკურად შევიგრძნოთ მხოლოდ მასეთი არ არსებობს კიდევ ეფირული მენტალური ასტრალური ხელსაწყოებიც რომლებსაც ფიზიკურად ვერ შეიგრძნობ მაგრამ აი ეს გოგოები მაგებს რომელსაც მე ვუწოდებ და თვითონ თავის თავსაც უწოდებენ ესენი გრძნობენ ყველაფერს ხედავენ წრულ დონეს და ამათმა ამ სამუშაოს ჩატარების მომენტში, როდესაც ამ სამუშაოებს ატარებენ, აი, ყველა პროცესებთან დაკავშირებით, რომ დედამიწის ბადე გაამაგრონ, ბუნება გაწმინდონ და რაღაცები გაწმინდონ, ხო? ან კრისტალები აქტივაციაში მიიღონ მონაწილეობა, ამათმა ყველაფერი შედის აქ. ეგენი ასრულებენ ყველანაირ სამუშაოს, ყველანაირ. წრულ დონეზე უფრო მეტი სამუშაოს გაკეთება უწევთ ამათ და ამათ შეამჩნიეს რომ ამათმა ამ სამუშაოს ჩატარების შედეგად გაწმინდეს ძველი მატრიცის რაღაც ბლოკები, ნუ ძველი ესა ახალ მატრიცას გაუნთავისუფლდეს ადგილები, რადგან ძველი მატრიცა ხო იშლება თანდათანობით მას ენაცვლება ახალი მატრიცა და ეს რაღაც ნარჩენები, ბევრი ნარჩენი ამ ძველი მატრიცისა, რაღაც ნაწილებად, ასე ვთქვათ, დაშლილად, ბევრი ამ ნაწილის ამოღება მოუწიათ და შეანაცვლეს თანამედროვე ახალი მატრიცით. და ამის შედეგად ის დროის ხაზი, რომელსაც ჩვენ ვიმყოფებით ახლა ყოველდღიურად, ყოველწამიერად ხდება გადაადგილება უკეთეს მხარეს. ანუ პოზიტიური ხაზი ძლიერდება, მაგრამ ეს გადაადგილება თანდათანობით ხდება და ყველა ამას ვერ ვცნობს. თითქოს ჩვეულებრივად მიდის დღეები, ხო? არა. ამ სამუშაოების მარტო რუსეთში კი არას, ამერიკაშიც ტარდება, ყველგან ტარდება მაგების ასეთი სამუშაოები. ყველგან ხდება სამუშაო. ყველგან ცდილობენ ფაქტიურად ესენი მუშაობენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მუშაობენ მაგები, მაგრამ რუსეთში თავისი გუნდი ყავთ, ამერიკაში თავისი გუნდი, სადღაც კიდე თავისი გუნდი და ესენი აკეთებენ ამ საქმეს ფაქტიურად აკეთებენ ერთ საქმეს, მაგრამ თავისი ქვეყნებიდან. რადგან დროის ხაზები დახტიან, შეიძლება ნეგატიურმა ხაზმა ჩვენი პოზიტიური ხაზი გადაკვეთოს, შეიძლება ჩვენი პოზიტიური ხაზი ან მარცხნივ წავიდეს, ან მარჯვნივ დაარბის რა, მერყეობს. იმიტომ რომ მე ბევრჯერ მithქვამს, რომ დროის ხაზი დამოკიდებულია იმაზე, თუ ჩვენ რას ფიქრობთ და რას სურვილები გვაქვს. აი, ადამიანმა, ასე ვთქვათ, გააჯამთრლა თავისი ფიქრები, თავისი სურვილები და რადგან დროის ხაზი ასე
მაგდება თანდათანობით ეს დამსახურება, რასაკურველია ძალის მქონე ადამიანებისა, ვინც გამოიღვიძა, მათ ხო ძალებიც გამოიღვიძათ, უნარები გამოიღვიძათ და ამ ადამიანების დამსახურებით ჩვენ ვინარჩუნებთ ან პოზიტიურ დროისხას. და რა მოხდა? ოლგა ტანიდა ამბობს ახლა. მოხდაო მძაფრი გადაადგილება ამ პოზიტიური დროის ხაზისა. ანუ ამ ჩვენმა ხაზმა მოახდინა მძაფრი გადასვლა. ან არ ვიცი, ახლა მე ვერ გეტყვი თქვენ სად იმყოფებოდა რომელ ადგილას, მაგრამ ფაქტია, რომ უცებ ეს დროის ხაზები ხო იცვლება და ამან მოახდინა უცებ მძაფრი გადასვლა პოზიტიური მიმართულებით. უფრო წინ გადახდა, მაგრამ იმდენად მძაფრი იყო, უცებადი იყო ეს გადახდომა, რომ ეს შეიძნო ხალხმა და აღმოჩნდა, რომ ყველა სულები ვერ გადაადგილდა ამ სიმძაფრის უცებადი გადასვლის გამო. ჩვენ ხო ყველანი ჩვენ ვიბრაციებზე ვიმყოფებით, ხო? ანუ მოხდა იმ სულების გადახდომა, ვინც მაღალ ვიბრაციაზე იმყოფებოდა, ანუ ვინც იმყოფებოდა იმ ვიბრაციის დონეზე, რა ვიბრაციაზეც წინ წაიწია დრომ, პოზიტიურმა დრომ. მგონი გასაგებად გიხსნი. და ხო ჩვენ სულები ყველა სხვადასხვა ვიბრაციის დონეზე ვიმყოფებით. ხო? ამიტომ ვინც უფრო მაღალ ვიბრაციულ დონეზე იყო და დაემთხვა იმ ვიბრაციას, რომელმაც მოახდინა ამ პოზიტიური ხაზის წინ უცებადი წაწევა, ანუ წინ წასვლა, შედარებით დაბალი ვიბრაციულმა სულებმა ვერ მოასწრეს გადასვლა. ესე იგი, ნაწილი, რომელსაც უფრო მეტი ვიბრაციები ჰქონდა, ამ პოზიტიურ ხაზთან ერთად გადაადგილდნენ იქეთ უცებ და ვისაც ნაკლებად ვიბრაციული ნაკლებად დაბალი ვიბრაციები ჰქონდა, ცოტა ხნით ჩამორჩენ მათ, ასე ვთქვათ, და ვერ მოახდინეს ამ ნახტომის გაკეთება. ეს ნახტომი, ეს უცებადი ნახტომი მოხდა დაუგეგმავად. უცებ. მაგალითათო, ხო ამბობენ, აი ზოგი 3.8 მეათეზე იმყოფება, ზოგი 3.4 მეოთხე დონეზე იმყოფება, ზოგი 3.90 მეათე დონეზე იმყოფება. მაგრამ ჩვენო თანდათანობით 3-3, ესე იგი წინ წასვლა უნდა ვაკეთოთ. ხდებაო, კეთდებაო 3-3 მეათედი 3 ერთეულით წაწევა წინ. მაგრამ ეს ნახტომი, ამ ნახტომის დროს მოხდაო 7 ერთეულით გადახდომა. 7 ერთეულით, ასე მძაფრად და უცებ 7 ერთეული. ეს შეიძლება შეადარო მიწისძვრას, 7 ქულიან მიწისძვრას. და რადგან სულების ნაწილი ვიბრაციულად ვერ ვიბრაციულად ჩამორჩებოდა და ამიტომ ვერ გადავიდა მათთან ერთად. დარჩა კუდი ამ შედარებით დაბალ ვიბრაციული სულების კუდი, ესე იგი ჩამორჩენილების კუდი დარჩა. რადგან ისინი უცებ ვერ გადავიდნენ, გადაიყვანა ამ ნახტომმა ის მდონის ვიბრაციული სულები, რომლებიც მას ემთხვეოდა. ავტომატურად მოხდა მათი გადაყვანა. და როდესაც ეს ნახეს ახალმა ძალებმა, ჩვენმა კოსმოსურმა დაძმებმა, მაგათმა შეეცადნენ, ეს ხაზი გაესტორებიათო. და მაგათმა გამოაგზავნეს ეს კოდები, დაიწყეს ამ კოდების ასე ვთქვათ, ჩატოთვა, იმისთვის რომ გააქტიურებულიყო ვიბრაციები
იმისთვის რომ დაეხმარონ ამ სულებს, რომლებიც ვიბრაციებით ჩამორჩებიან და დარჩენ კუჭში და მათ სჭირდებათ უფრო აწევა მაღლა იმისთვის რომ ესე იგი დაიწვიონ წინწასულ სულებს, მათ რაღაცა ატორმოზებს ვალოდიას დაუკავშირდაო ვალიანტ ტორი, სხვადასხვა ვალიანტ ტორთან კავშირი აქვს ისმაილ პრესაც და ვიღაც ეს ვალოდია ვინამ ვერ გეტყვით, მე არ ვიცი, დაუკავშირდაო ვალიანტ ტორი და მანო ხომალდის ცოცხალ ინტელექტთან ერთად სახელწოდებით ირბისი, ინტელექტის სახელია ეს იმ ხომალდის ინტელექტის სახელი ირბისი გადმოსცეს დედამიწელებს ის სინათლის კოდები, რომელსაც მე კომენტარებში დავწერ. თქვენ დაგიტოვებთ. ეს კოდები უნდა გაიმიოროთ 1 კვირის განმავლობაში. იმისთვის რომ თქვენი ვიბრაციები, ჩემი ვიბრაციები მეცვის ამ ამას. ვიბრაციები აიწიოს და ჩვენ დავიწიოთ წინწასულ სულებს. ეს კოდები, რასაც ახლა ჩამოთვლის ლეტალია, ესე იგი ველში ჩაიდო და დაგვეხმარება ჩვენ რომ ჩვენში ყველაში ჩადებული ეს ჩვენი ასე ვთქვათ საჭირო პროგრამები, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის რომ გავიაქტიუროთ ჩვენი უნარები, მაგრამ ეს კოდები დაგვეხმარება ჩვენ ვინც ჩამორჩა გააქტიურებაში. და ეს კოდები, რომელსაც ახლა ჩამოთვლის ლეტალია, აი ოლგა ტანიდას შემდეგ და რომელსაც მე თქვენ დაგიწერთ ვიდეოს ქვეშ, უნდა იმიოროთ, რადგან ეს კოდები ჩვენ დაგვეხმარება ვიბრაციის აწევაში, ვისაც შედარებით დაბალი ვიბრაცია და რომლებიც ჩამორჩი, მე არ ვიცი ახლა ჩვენ რომლებიც ჩამორჩით, მაგრამ თუ მე მათ შორის არა ვარ, ვინც გადავიდა კვირა დღეში, იმიტომ რომ მე გავიღვიძე ისეთი შეზნებით, რომ დადგა შაბათი დღე. ამიტომ ვამბობ. და ეს კოდები, რამდენიმე კოდია აქ, 3 ნიშნა, 2 ნიშნა ციფრები, რომელი კოდიც მოერგება თქვენ ორგანიზმს და რომელიც კოდი აღმოჩნდება გასაღები თქვენი ვიბრაციების აწევის აქტივიზაციისა, ის მოქმედებს. ისე ყველა ციფრი უნდა გაიმიოროთ. თუ გჯერათ ამისი, თუ დაიჯერეთ, თუ არა და თქვენი ნება. ეს კეთდება იმისათვის, რომ ჩვენ სინქრონიზაციაში შევიდეთ ამ ახალ პოზიტიურ დროის ხაზთან. რატომ და არა, ახალი არა, ეს ჩვენი პოზიტიური დროის ხაზია, მაგრამ ისევ წინ წაიწია და რომ კიდევ არ მოხდესო ასეთი და უგეგმავი ნახტომი ამისათვისო უпростоრა რომ მოხდესო ასეთი დაუგეგმავი ნახტომი, როგორც შაბათ დღეს მოხდა, ამისათვისო ყველამ უნდა შეძლოს სინქრონიზაცია და ერთდროულად მოხდეს ჩამორჩენილი სულების გადაადგილება. ანუ ვინ ჩამორჩა, ეს კეთდება იმისათვის, ვინც ჩამორჩა ინსულების ვიბრაციების ასაწევად სინქრონიზაციისთვის, იმისთვის რომ ეს სულები გადაადგილდნენ და დაეწიონ წინწასულებს. ალიანა ბერგინია ამბობს მისათვის რომ მოხდეს სულების გაერთიანება ხომალდის ცოცხალ ხელოვნურ ინტელექტთან იბისთან, ამისათვისო უნდა მოხდესო საჭირო ხელსაწყოს კარიბჭისეული ხელსაწყოს გააქტიურება ამ შლუზების გასახსნელად. ამისთვის საჭიროა კოდები და ადამიანი, რომელსაც აქვს კავშირი ამ ხომალდთან და მის დანადგარებთან, მაგათმა მიიღეს ეს კოდებიო. ჩვენ უნდა გავუკეთოთ აქტივაცია ჩვენ არტეფაქტებს. მე მინდა დავამატო არტეფაქტი ლინზა, სახელწოდებით ლინზა,
მე ამ კოდებს წაგიკითხავთ ახლა ლეტალია ეთიტოთით ხო ლეტალია კი ამბობს მაგრამ მე აქ ვიდეოს ქვეშ არის ეგ კოდები მოყვანილი და აქედან ამოვიკითხავ ეთიტოთითახლავე ეს არის ციფრები როგორც მე თქვენ ახლა ჩამოგითვლით ისე გაიმეოროთ ეს არის ცალ-ცალკე ციფრები პირველი სამი ციფრი არის სამნიშნა დანარჩენი ორნიშნა 786 452 390 ხო იწყება ამ კოდების ატვირთვა ამ ციფრებიდან რაც მე ხა თქვენ ჩამოგითვალეთ კიდევ გავიმეორებ 786 452 390 ამ სამი ციფრებიდან ამ წკრივი ციფრებიდან არის იწყება ეს კოდების ამ კოდების ჩატვირთვა და თავდება იმ ციფრებით რომელსაც ახლა მე თქვენ ჩამოგითვლით 54 12 27 37 31 45 16 18 და ციფრებით 24 12 ატვირთვა თავდება ალონამ თქვა რომ ნახეო თუ ეს კოდები როგორ ჩაიტვირთაო პლანეტის სამხრეთით და ჩრდილოეთით და თუ ამ კოდებიდან ჩამოთვლილი კოდებიდან რომელიღაც კოდი შემოდის ვინმესთან რეზონანსში ხდება აქტივიზაცია და ეს ყველაფერი ენერგო ნაკადები და ყველაფერი რაც კოსმოსიდან მოდის ეს კოდების ჩართვით ეს ყველაფერი მოხდეს მიდის ხერხემლით ჩადის ხერხემლით და მე ვახსენე შლუზი ხო რა არის შლუზი მე ხა შევედი ინტერნეტში და ეს სიტყვა შლუზი ქართულად ითარგმნება იქიდან გამომდინარე თუ რა დროს უნდა გამოიყენოთ ეს ტერმინი ტექნიკურ თუ სასაუბრო დროს არსებობს გიდროტექნიკური ანუ წყალსაცავი კარიბჭე ანუ შლუზ კომპიუტერის სელებში gateway გზა გამტარი შლუზი საგადასახადო სისტემა платежный шлюз მაგრამ ამ შემთხვევაში სიტყვა შლუზ ნიშნავს კარიბჭეს საიდანაც უნდა დაეხმარო ხალხს გადაადგილებაში ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ხო და ეს სინქრონიზაცია რატო გეცდება იმისთვის რომ ჩვენ დედამიწის გარშემო ერთიან ნაკადში გავერთიანდეთ და ყოველი ჩვენგანი გააძლიერებს ჩვენ პოტენციალს და მიზან დასახულობას გვერდით დგომი მეზობლებისა და ენერგიები ისრი საათის მიმართულებით უფრო რომლებიც მიედინებიან ისრი საათის მიმართულებით უფრო გაძლიერდებიან ალონამ რო თქვა მეო ვნახეო კოდებიო როგორ ჩაიტვირთაო ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებში ჩვენი პლანეტის ჩრდილო და სამხრეთ ნაწილებში და ვნახეო ღერძის დახმარებით როგორ ჩავიდაო ყინულებში იყო ისეთი ხმა როგორც თითქოს და რაღაცა სკდებოდაო თან ხედავდიო ხალხი როგორ ამუშავებდაო არტეფაქტებს
და ამ არტეფაქტების მეშვეობით გავლით მიდიოდა ამ კოდების დამაგრება. და ახლაო წრილ დონეზე ჩვენი პლანეტა გამოიყურებაო ზღარბივით სხივებიანი არისო ამ შლუზების ანუ კარიბჭეების მეშვეობით. ხო, კიდევ ამოწმო იმას, რომ მოდის უბრალოდ ჩემთან ისეთი ინფორმაცია, რომ მზის ამოფრქვევის დროს იქნება ამოხოლებასავით ადამიანების სხეულების მეშვეობით აქტივიზაცია, რომლებშიც ჩატვირთულია ეს კოდები. ეს ყველაფერი მოქმედებს იქნება ავტომატურად საჭირო ადგილას, საჭირო დროს და ამ სხივებით მოხდა რაღაც დაფიქსირება ერთიან სივრცეში, რომ ჩვენი ხაზის დაფიქსირება ერთიან სივრცეში, რომ იქეთ-აქეთ არ როგორ გითხრათ, არა, სერბილი არა, აი ქარია, როდესაც ძლიერი ქარია და გაქანავებს, რომ არ დაგვაქანაოს სხვადასხვა დროის ხაზებზე. ხანეთ ხაზზე რომ არ დახვდოდეთ ერთი ხაზიდან მეორე ხაზზე და ასე შემდეგ. ჩვენ დავმაგდით ამ ხაზზე. მოდით მე ამით დავამთავრებ ამ ვიდეოს, ეს ვიდეო დიდია რა, პატარა აღმოჩნდა თარგმნისასაც. მე თითქმის არაფერი გამოვიტოვია, ყველაფერი გადავთარგმნე. ხო და მადლობა ყურადღებისთვის. გუშინ ავარია მოხდა აქ ჩვენ ქუჩაში, სადაც მე ვცხოვრობ, ინტერნეტი გაეთიშა მთელ ქუჩას, მაგრამ რადგან ის გუშინდელი ვიდეო იყო მოკლე, მოასწრო ატვირთვა მანამდე სანამ გაითიშებოდა და ინტერნეტი ჩაირთო სადღაც შუაღამეს, ამიტომ რასაკვირველია მეორე ვიდეოს ჩაწერას ვერ მოვასწროდი, ამიტომ მაგივრად ახლა შემოგთავაზე თან ეს ვიდეო, მინდოდა სხვა ვიდეოს გადათარგმნა, მაგრამ ეს ვიდეო ძალიან საინტერესო იყო და ახალი ამბავი მინდოდა თქვენთვის გადმომეცა. დროებით.